ესე იგი პირობითად ნებართვა შევათანხმეთ, მაგრამ ნებართვებზე და ჩვენ კიდევ უნდა ვისაუბროთ, ხომ ხომ ესე ვერ დავტოვებთ, ანუ დეტალიზაციაზე გავყვებით, ანუ ჩაუყვებით კონსტრუქციული ნებართვა როგორ ხდება, ანუ ექსპერტიზები როგორ ხდება, არქიტექტურული ნებართვები, ანუ ჩვენ ხო წინ გვაქვს ეს ლექციები, მაგრამ ეხლა წარმოვიდგინოთ ხარჯაღრიცხვების იმაზე გადავდივართ, ნებართვები შევათანხმეთ და ვიწყებთ რას? ხარჯაღრიცხვების კეთებას. პირველ რიგში მე ხარჯაღრიცხვა რომ მჭირდება, დამფუძნებელი რო არ მჭირდება საწყისიდან. მიწის ნაკვეთის რო ვიყიდე და გეოლოგიას რო გავაკეთე და არქიტექტურას ყოველს ხარჯები დამიჯდა, ხო? ჯამში ვიწყებ ესეთ იმას რა. მოცულობას, ხო ეს პაკეტები პაკეტებია. გეოდეზიის ბიუჯეტი არის პაკეტი შეგვიძლია დავარქვათ თეორიული ბიუჯეტი, მაგას შეზღუდული არ ახლა რა. ანუ პირველ რიგში ვაკეთებთ აიგეთ რაღაცა ნახაზი ჩამოხაზეთ, ანუ სადაც აი ესეთი ვარიანტი გააკეთეთ. ესეთი კარგად მუშაობს ფსიქოლოგიურად. მათხოვებადი პასტა, აი ესეთი ნახაზი გააკეთეთ. პირობითად და აი აქ სამუშაოების დასახელება, აქ განზომილება და აქ მოცულობა, ხომ? და თქვენ თვითონ ხელით რო ჩამოწეროთ რა, ხომ? ახლა თქვენ როგორც კი, ამიტომ მითხარით სახაზავთ მიშველოვოთ. იმიტომ რომ არასოდეს არ გადავდივართ, კიდევ ვამბობ ამ განზომილების ერთეულზე. ჩვენ არ გვაინტერესებს ეს ყველაფერი რა. პირველ რიგში ჩვენი პაკეტი, როგორც უნდა შევქრათ, პაკეტი მივდივართ. გეოდეზიის ჭირდება, ჩამოთვალეთ გეოდეზია. უნდა დავწეროთ რა, აცადინო. გეოლოგიური კვლევა ხარჯაღრიცხვა შესატანია აუცილებლად, ანუ დასახელებაში რა. კონსტრუქციული პროექტი რო გავაკეთეთ, შესატანია ხარჯაღრიცხვაში, იმენა შესატანია ხარჯაღრიცხვაში. საინჟინრო პროექტები შესატანია, ნებართვების პროექტები, ექსპერტიზები, რომელიც ჩვენ გვიждდება კონსტრუქციული ექსპერტიზა, არქიტექტურული ექსპერტიზა, საინჟინრო ექსპერტიზა, 51-ის ექსპერტიზა, ამაში ყველაფერში ფულს ვიხდით. გვჭირდება ეს ყველაფერი. ეს არის ეტაპი დააკვით პირველი, რომელიც არის ყველა ვარიანტში თქვენ ამის თანხები უნდა მოიძიოთ. რა მოხდა ამის, მაგრამ ჯერ თანხებს დავანებოთ თავი ჯერ, კიდევ ამბობ ჩამონათვალს ვაკეთებ. და ეს არის მნიშვნელოვანი. ამიტომ ამის მერე გადავდივართ. პირველი ეტაპი იყო ეგ, მეორე ეტაპზე გადავდივართ მოსამზადებელ სამუშაოებზე.